საქართველოს მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ ანუ პოლიტიკურმა თავისუფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა. თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსის ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით საუბარია 2013-2024 წლებზე საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა, შეფასების 100%-იანი სისტემით 75.5% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის კატეგორიაშიც მოხვდა. ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12 წლიანი პერიოდი შეაჯამა. აი ამ ბოლო კლებამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დემოკრატია იქნება პიროვნ ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლებები, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური წინსვლა, რომ საქართველოს ეს არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელშესახები პროგრესი. საქართველოს დღეს არის ლიდერი სახელმწიფო და ცდელობა გარკვეული პოლიტიკური წრეებისა, რომ ეს ლიდერი სახელმწიფო წარმოაჩინონ უარყოფითი, ასე ვთქვათ, კუთხით უშედეგოა, იმიტომ რომ ფაქტი რო იტყვიან ჯიუტია, ყველა კონკრეტული ციფრი, ყველა კონკრეტული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეს არის პროგრესის ქვეყანა. ყველა ინდექსით, რომელსაც სოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, ის უსწრებს ბევრ ევროკავშირის სამხდემოკრატიულ ქვეყნებს სოფლიოში და პროგრესი არის აშკარა, რომლის არ დანახვა არის შეუძლებელი, თუკი ბუნებრივია ობიექტური ახმაგაგაჩნია მოვლენების, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად საქართველოს გააჩნია კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით და ეს კარგად იცის. თელმა მსოფლიომ დროა გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.